ჩოლოვი შესაძლებელი იყო ოსკარი მოგულიყო. ყველაზე მეტად რაც ყვიროდა ალბათ პლეინში. არ მიწყინოთ არსენალის კომაგების. მოგესალმებით მეგობრებო, ეს არის ჩვენი მეორე ეპიზოდი ჩემპიონთა ლიგის, სადაც ისევ ჩვეულ ფორმატში უკოვე ჩვენ სამი განვიხილავთ პლეინის თამაშებს და შევაჯამებთ პლეინს და განვიხილავთ მეორე ფინალების თამაშებს უკვე, სადაც ძალიან საინტერესო თამაშები გველოდება. პლეინში დიდი განსაკუთრებული ესეთი არაფერი არ მოხდარა. ყველაზე ის ხმაურიანი თამაში დავიწყებთ, რომ გალათასარაი იუვეთი, სადაც სიგიჟე იყო თურქეთშიც და სიგიჟე იყო ტურინშიც. გალამ 5-2 გადაუარა თურქეთში და მე იუემ კინაღამ დაუტრიალა 10 კაციანმა, მაგრამ 10 კაცმა თავის იქნა და მე დამატებით დროს ძალიან გაუჭირდათ. და ყველაზე მეტად რაც ყვიროდა ალბათ პლეინში, ბოდო ინტერი. ბოდო ინტერი იყო რაღაცა სასწაული თამაში იყო რა. პირველი თამაში ხო იყო, რომ გასვლა და მოუღო და ოკეი და სანსიროზე ჩავლენ და იქსო რავი და არაფერი ეგრე არ მოხდა რა. ანუ იქაც დომინანტური უკეთესები იყო. უნდა გასულიყვნენ, აზრი არ იქ იყვნენ უფრო ეს ინტერი არ იყო. პირიქით წყლიანები იყვნენ უფრო რა და მაგან თავისი შედეგი გამოიღო რა. შეტრიალებული იყო. ინტერს ფანტაზია არ ქონია საერთოდ. უბრალოდ დაავთავებელი წაწოდებები და ბარელას ანაცული თამაში ქონდა. ბასტონის მაგარი აჭრილი იყო და მოკლედ ლაუტაროც არ ყოფნაში, ჩალხანდოყოს არ ყოფნაში, ინტერმაც როლები შეცვალეს რა, ფავორიტი იყო ბოდო და ინტერი უბრალოდ ანდერდოგი იყო. ფინალისტი და გოშუდობა ჩემპიონთა ლიგიდან. ისტორიაში ყველაზე ცუდი ფინალისტი. და ნორვეგიული კლუბი მერვედ ფინალში არც თუ ისე რთულ მეტოქესთან. არც თუ ისე რთულ ხო, რომ სპორტინგი ამ გუნდებიდან ის არის. საჩუქარი იყო. შანსი აქვს რომ ისტორიულ სერიაზე გავიდნენ. კი, დანარჩენი რა ვიცი, ბიუგას ქონდა კაი ომი ატლეტიკოსთან ბელგიაში, რასაც ველოდებით კიდევაც ვისაუბრეთ ვიდეოში. და მე ესპანეთში ატლეტიკო მარტივად მოუგო ბიუგას. ოლიმპიაკოსი ლევერკუზენი, კაი, წყნარი 2 ვარკა თამაში, სადაც ლევერკუზენი გადარჩა გამარჯვებული. საჩუქარს მეგონა რომ უფრო ბევრი გოლი გავიდოდა იმ თამაშებში. მეც, ზუსტად, ანალოგიური ის მქონდა მეც რა, შეგრძნების დონეზე მეგონა რომ ორივე თამაში კაი დაბომბები წავიდოდა და მაგრამ სადაც ბევრ გოლს ვლოდით, ფაზაზე პირველი თამაში გავიდა ნიუკასლი ყარაბაღი. ნიუკასლი ყარაბაღში გორდონმა გაიტანა 12 გოლი ორ თამაშში. ძალიან მაგარი თამაში იყო. და ატლანტა დორტმუნდი ხო კიდე ერთი დრამით ახსავს ეს თამაში. ხო, იქ წავიდა ატლანტა და 3-0 მოუგო და სასწაული თამაში იყო რა, ეგეც. ხო, ჭამურად 4-3. ეს ანგარიშო შეხედო, გაუჭირდა ვიტყვი, მაგრამ არა, უცნაური გავიდოდნენ და ანგარიშს არ აინტერესებდა და რეალმაც ეგრე იყო, ანგარიში კი რაღაცა სანერვიულო იყო, ბენფიკას მაინც კომპლიმენტები, თუმცა რეალია და ვიცოდით რომ ყველა გავიდოდა, მაგრამ ეხლა რეალი არ ვიცი გავდო თუ არა, იმიტომ რომ გადავიდეთ მერვე ფინალების თამაშზე და ყველა საინტერესო წყვილი პირდაპირ რეალი სიტი. ფურცელზე. ცენტრალ ყველაზე ფურცელზე ხო, ყველაზე დიდი თამაშები ის. დანაკლისების მიუხედავად, ორივე გუნდს მეტნაკლებად, რეალის დანაკლისი ბევრად უფრო დიდია. და ვფიქრობ რომ რაღაც საკადრო ცვლილებები იქნება განსახორციელებელი რომ რეალმა უკვე მიჩვეულ შედეგს მიაღწიოს. კი. თანახა ბოლო 7 წელი უკვე ყვირის კი არა დავიღალეთ ხალხი რა და რეალის ფანები იმენა დავიღალეთ აღარ შეგვიძლია ამდენი მანჩესტერ სიტი. ძალიან მოსაუბნელი იყო ეს წვილი და ძალიან მოსაწყენიც არის უკვე მე მგონი. ფავორიტი სიტი არის უეჭველი. ცოტა გვიან მაინც შეხვედრონა კაი იქნება. სიტია ფავორიტი უეჭველი, იმიტომ რომ მბაპე და ბელინგემის გარეშე სულ რო იყვნენ არბელო არის რეალის მწვრთნელი და იქით გვარდიოლაა და კი ბატონო. გვარდიოლა სულ რო ეხა ბოდო მიცე შეიძლება ბოდო იყოს ფავორიტი ამ რეალთან, იმიტომ რომ არბელო არ ვიცი. ბევრი არ დამიჯერა. ბერნაბეუზე 90 წუთი ძალიან ბევრია. ხო, მაგრამ განმეორებით ზეგ უფრო. პირველ თამაში ძალიან რთული იქნება ჩემი. არა, რთული იქნება, ეხა ის არა ქვია. თან შესაძლებლობა აქვს რომ ხიხონი, მაგრამ დაბრუნდეს რა. პირველ თამაში არ იქნება, ფინალში არ იქნება. განადგურებით ვიცით. მაგრამ მეორე თამაში თუ დაბრუნდა პირველ თამაში მოკლედ ფორით თუ წაიღეს აქედან, ანუ თუ მოიგეს, ჩემი აზრით რეალი აუცილებლად მაგრამ ნახოთ რა. მიუხედავად იმისა, რომ გიორგი და თორნიკე არ დამეთახვევიან, ჩემი პიკი იქნება ერლინგ ჰოლანდი. ამ შემთხვევაში მაინც კაცნაკლო რეალთან ჯერა რომ რაღაცას გაისრვის. ჩემი აზრით თუ ჩალიჩობთ თქვენ მეგობრებთან ბოლოზე გახვიდეთ, აირჩიეთ ერლინგ ჰოლანდი აუცილებლად. ძალიან წყნარი ერთგულიანი. პირველზე გასვლოგინდათ ვინისიუსიც აირჩიეთ. ან დაჟე ორქულიანიც არ არის, წყნარი ერთგულიანი არის ერლინგ ჰოლანდი. ზურმა პოლემიკაში შევიდეთ ერლინგ ჰოლანდი არ აირჩიოთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა ფორმაშია.
თუ ძალიან უკახართ რისკად ღირს, რომ სიტყვაზე რომ რაღაცა იყოს, მაგრამ 90 წუთს არ მიიღებს, მაგაში ვარ წონებული. მომდევნო ეპიზოდში გავიხსენოთ ეს აუცილებლად. კი ბატონო. წინასწარ ზუსტად ეს ამბო იჭრება და გამოჩნდება. კი ბატონო. ნუ ვინისიუსი ვახსენე. ნახეთ როცა ვინისიუსზე იყო ყველაფერი, მათ შორის ლიდერობა, თუნდაც 2024 წლის ჩემპიონთა ლიგაზე, რისი გაკეთება შეუძლია სიტისთან თუნდაც 2022 რომ გავიხსენოთ. ამიტომ მგონია რომ ვინისიუსის გუნდში ყოლა საკმაოდ ეფექტური იქნება. მე თუ მკითხავ აუცილებელიცაა რა. ამიტომ რომ ჩემპიონი ვინისიუსი, იმიტომ უბრალოდ საყოლი გუნდში, რომ მართლა რონალდოს წასვლის მერე მე მგონია რომ პლეი-ოფებში ამაზე მაგრად ძე ვერავინ ვერ თამაშობს რა. ობიექტურად მე არა, ეს სეზონზე არ მაქვს საუბარი, ჯამში მაქვს საუბარი რა. მართლა რომ გადახედო ვინისიუს პლეი-ოფის მიღწევებს. თუნდაც რონალდოს წასვლის მერე ყველაზე მეტი ტიტული ეს ერთ მოთამაშეს ვინისიუსს აქვს, ორი. და ტიტულის იქითაც ტიპი არ ვიცი რა. მართლა დაფრინავს ლიგის ფინალში ყველაზე მეტი გოლი რონალდოს მერე, წასვლის მერე პლეი-ოფებში ყველაზე მეტი GA, გოლი და პასი, მოკლედ. კი ბატონო. ნუ ორი მეტნაკლებად სარისკო, მაგრამ შედარებით დაბალ რისკიანი პიკი, ჩემი აზრით იქნებოდა პირველი არდა გიულერი და მეორე სემენიო, რომელიც სადებიუტო მატჩს ატარებს ჩემპიონთა ლიგაზე, ძალიან კარგ ფორმაშია და ვივარაუდებ, რომ საგოლე მოქმედება ექნება, რადგან City Real-ს აუცილებლად გაუტანს გოლს ან გოლს. არა, უზის მერე Real-ს ხვდება დებიუტო ლიგაზე გაქ. შეიძლება კაი ჯიმჟიმი გაზდიოდეს იქ სემენიოს და არ ვიცი. სემენიოზე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ახლა არის City-ს საუკეთესო ფეხბურთელი, რაც გადმოვიდა საერთოდ. კი, დღეს კი ტრემდელი ფორმით. Real-თან არ ვიცი ბერნაბეუზე რა სიზამს, მაგრამ ვაგდური ფიქი არის ნამდვილად რა. მოდი რეალიდანაც და City-დანაც ახლა მეტი ესეთი განსაკუთრებული ფიქი არ შეიძლება, იმიტომ იმდენად რთული თამაში იქნება, ძალიან რთული გამოსარჩევი არ გაიგებს. ძველების საყვარელ მგონია რომ ხაი რაზე უნდა დავიწყოთ ახლა ორივე კაპიტანი ბუზი არის და სისულელი არ გირჩევთ. გადავიდეთ მეორე ცენტრალურ დაპირისპირებაზე ჩემი აზრით, PSG Chelsea რა. ეს ძალიან საინტერესო თამაში იქნება და PSG-ისთვის ასე მგონია ძალიან რთული მეტოქი გამოდგება Chelsea. მიუხედავად იმისა, რომ ხიარული გუნდებით არის Chelsea და ვერაფრები და 2-0-დან წაგებული თამაშები და რაღაცები, Chelsea-ს ძალიან უხერხული მეტოქი, იმიტომ რომ ზოგადად ხარისხი ფეხბურთელების თავის ჟოაო პედრო, თავის პალმერი, რის ჯეიმსი, უბრალოდ დონე ისეთი აქვს, რომ თავისუფლად შეიძლება რომ გამოაგდოს კიდეს PSG რა. პირველ თამაში მე მაინც გონია რომ PSG-ია ფავორიტი, აუცილებლად სახლში. მაგრამ საბოლოო ჯამში ამ ორი გუნდიდან თუ ვინმეს დავაყენებთ და გვეყოლებოდა, ფიქებზე რომ გადავიდეთ, იქნებოდა ალბათ ჟოაო პედრო, დემბელე, ორივე გუნდის საერთოდ იქნება. დემბელე თუ იყო მათ შემთხვევაში. მე მგონია რომ ყვარა, იფრინს რა. რაღაც დიდ გუნდებთან, ხალხო წინა წელს просто მარტივად შევაჯამოთ. მე მაქვს სახლის თამაშებზე საუბარი. ლივერპულთან იფრინა, PSG-დან საუკეთესო იყო მიუხედავად იმისა, რომ ლივერპულმა მოუგო ერთ თამაში, მაგრამ თან გოლი გაიტანა და არ ჩაუთვალეს მილიმეტრის გამო. ვილას გაუტანა წინა სეზონის ალბათ საუკეთესო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე. არსენალთან სახში ძალიან მონდომებული იყო და სახში ესე ვერც გოლი ვერც პასი ვერ გააკეთა, მაგრამ გასვლაზე გააკეთა პასი და ლიგის ფინალში გოლი გაიტანა. კვარა დიდ გუნდებთან სახში. სულ თამაშობს რა. და მგონია რომ ესეთი გუნდი არის, რომ თან დემბელეს არ ყოფნას მგონია რომ კვარა აიღებს რა თავის თავზე. იმას ვამბობდი რომ ორივე ესეთი გუნდია, რომ სავარაუდოდ ბევრი გოლი გავა თამაში. ეს არ არის ფინანსური რჩევა. არა, თავისუფალი გუნდია თან როსონერი სტრასბურგიდან მოყოლებული, თვითონ სტრასბურგის ძალიან ისეთ თამაშს თამაშობდა და Chelsea-ს ეგრე თამაშობს რა. ბევრი გოლი, ბევრს უშვებენ, ბევრი გააქვთ. და სახალისო ფეხბურთია და სახალისო თამაშებიც გამოვა ჩემი აზრით რა. მაგრამ ნუნო მენდეში მაინც ყველას უნდა ყავდეს ჩვენს გუნდში. იმიტომ რომ შეიძლება PSG-მ გაუშვას 3, მაგრამ ნუნო მენდეშმა გაიტანოს 4. იმიტომ რომ არ გამიკვირდება საერთოდ. იმიტომ რომ საუკეთესო ძალიან სხვა დონეზე დგას. ძალიან ფლანგიანი შეტევაშიც და დაცვაშიც რა. ზედმეტად დიდი ავტორიტეტი აქვს და ზედმეტად კარგად თამაშობს მარცხენა მცველისთვის. მოდი აფიშის მიხედვით გავყევით. ეს ორი უკვე ორი სუპერ წყვილი გამოვიდა რა და მაგის შემდეგ ალბათ ბარსა ნიუკასლი არის საინტერესო თამაში რა. ბარსა მგონია რომ გავა 90% ამ წყვილიდან, მაგრამ პირველი თამაში ინგლისში ძალიან რთული იქნება. განმეორდება რა. და თან წელს შეხვდნენ უკვე ინგლისში ერთხელ ლიგაზე აგრას.
სადაც ნუ რაშფორდმა რაღაც ორი აბსურდი გოლი რო გაეტანა, შეება ვერ მოიგო. ნუ აბსურდი იყო, თავი გაუტანა ხაშურის იბერიიდან და ის გოლიც რაღაცა მართლა არ ვიცი, ანუ რაღაც არ ნორმალური გოლი გაიტანა მეორეც რა და ნიუკასლს ახლა გიმარაში არ ყავს გასაგებია, თუმცა ტონალი მართლა მაგრა ფორმაშია. ჟოელტონის ნორმალურად თამაშობს. გორდონმა ნახეთ რა ქნა ჩემპიონი. გორდონმა კი არაბახთან ნახეთ, ნუ გორდონის მაინც ამჯერა, მაგრამ ყარაბაღი იყო ნუ გორდონი. მოკლედ, ისეთი რა ნასაუბრები გვაქვს ჩვენ პრემიერ ლიგის ეპიზოდებში, ვის არ უნდა ხოს ეგრე გადახვიდეთ ნანახოთ. აი ძალიან ისეთი რა, აი bad boys გუნდი არის, big და bad boys-ი რა. მოკლედ მე ვფიქრობ რომ ანუ შიდა ჩემპიონატის ფორმას იმდენად დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფზეა საუბარი. იმავე სიტყვი, ნუ მომდენო დაპირისპირებაზე როდესაც გადავალთ, ტოტენჰემის ხო, მაგრამ იმას არ მნიშვნელობა ვის ხვდები. კი. და ბარსა, ნუ ბარსელონა რა თქმა უნდა ცალსახად ფავორიტი არის. ბარსა უბრალოდ ცუდ ფორმაშია. ბარსადან ცოლს მაგიტო არავის არ ურჩევ, რომ ანუ ნიუკასლის სახში მით უმეტეს გამტანია. ბარსა ისეა ცუდ ფორმაშია დაცვაში, კუნდი არ ეყოლებათ 90%. ანუ კუნდი რომ მოგვიყო კიდე კუნდის ყოლა შეიძლებოდა. უბარსის კოპა დელ რეის ატლეტიკოსთან გაიყვანეს. ანუ მარა ცარისკო თამაშია მოთამაშეების ასარჩევად. შენ არ გევასებ ერთი კაცი ეგ არის სასწავლო ფორმაში. კი, ლამინი ამალმა ბოლო თამაშებში დაამტკიცა, რატომ იმსახურებს მეტ ჰეიტს. სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი არის ახლა. მე თუ მითხოს ამალი ამ სეზონშიც ამტკიცა. რეალის ფანი ვარ, მაგრამ საუკეთესო. სამწუხაროდ. არ მოვსმინოთ, ყველაზე კარგი ფიქი არის ალბათ ამ წვლილიდან. იამალი და შეიძლება ვთქვა, რომ სხვას არც არავის არ დავაყენებდი. უბრალოდ გონია, რომ ბარსელონასთვის შედარებით უფრო მარტივი მეტოქე იქნება, ვიდრე ჩანს ფურცელზე რა. უბრალოდ გორდონი უფრო მეტ გულას დაწერს ამ დაპირისპირებაში, ვიდრე იამალი. მაგეც მე ეჭვება. უბრალოდ ეგ რო რაღაცა შესაძლებელი იამალმა შემა ორივე თამაში გოლი ვერ გაიტანოს, მაგრამ შეფასება ქონდეს 9-9 და თამაში ქონდეს 27 საკონზო პასი და 78 დრიბლინგი და ანუ ფენტეზიში არ აქვს შეიძლება ხო, ანუ გორდონმა მართლმეტი არ დაწეროს, მაგრამ მე ამ ფორმაში იამალი წინამდე ვერ მივდივარ და ჩემ გუნდში აუცილებლად ხდება. იამალის ალბათ კაპიტანად ლამინი იამალი. ჩემი აზრით ისურველია და ჩვენს შეადგუნში გორდონი არ იქნება, იამალი იქნება მაინც. უბრალოდ პედრის ეფექტი ძალიან დიდი იქნება, მე მგონია, რომ ანუ ტონალი თელს ნიუკასლის დაცვას ვინც გინდა ისაოს ყველას ერთად აღებულს მე პედრი მირჩენია ბევრად რა. უბრალოდ გიმარაიშის აკრას პოდიშით ნაკლებობა ზუსტად ახლა დაეთყობა ყველაზე მეტად რა ბარსელონასთან, იმიტომ რომ ეგეთი მებრძოლი ფეხბურთელები ესეთ გუნდებთან ძალიან საჭიროები არის. კლასით ძალიან ჩამორჩებია, ჩემი აზრით რა. აი უკა მახსენა ხო? არანაკლებ საინტერესო იქნება ჩემი აზრით ატლეტიკო ტოტე. ძალიან საინტერესო. მართალია რომ ტოტენჰემი ჩემპიონშიპში იქნება. ჩემპიონშიპში იქნება შემდეგ სეზონში ძალიან მაგარი თამაში. წარსულ ლიგას მოიგებს მომდევნო სეზონზე ჩემპიონთა ლიგაზე. ჩემპიონთა ლიგაზე უკეთესად გამოიყურებიან ბევრად. არავის არ გიჩვენოთ რომ დააყენოთ თქვენ გუნდში რა თქმა უნდა. მაგრამ აი ხაი ტოტენჰემის განმოსახედში რო შევდივარ, ახლა ტოტენჰემი რო ვარ, მოდი სეზონით იმას ანუ სეზონს იმით გადავარჩინო ლიგას მოვიგებ, აი პროსტა ხო სისულელი არის მართლა და ყველაზე ტოტენჰემური იქნება ლიგა რომ მოიგონა გავალ. ტოტენჰემური არა ის, ანუ ჩემპიონშიპიდან ლიგაზე. გება და ტოტენჰემი ატლეტიკო გავა ძალიან მარტივად რა. არა, წინა სეზონში ხო და ინგლისში მაგით ვარდებიან ახლა ჩემპიონში. ორივე თამაში დაადუღებს ატლეტიკო და დიეგო სილვა. ალბათ ხო. შეიძლება არ დამიჯერონ, მაგრამ ჩემი პიკები, ხულიან ალვარესი და სიმეონე. შვენიერი პიკები ორივე. მართლა. ოღონ ალვარესის ნაცვლად ჩვეულებრივ შეიძლება სოლოპიც, უბრალოდ რომელს უფრო ბიუჯეტური ვერსია. უბრალოდ აი ალვარესის აქ რომ ჯარიმას და პენალს უტყავს და კუთხურსაც აწვდის ზემოდან და სოლოპტი მოყავს არ შვება. მაგრამ ნუ აი ესეთი აი სოლოპტი როგორ ტიპი ეცი ჰეტრიკს გაიტანს სამი თამაში თითოეული არ ითამაშებს. ჰეტრიკს გაიტანს სამი თამაში არ ითამაშებს და ეს დღე არის ჰეტრიკი რო გააქვს. ანუ ეს დღე არის რომ გაიბწყინებს ან ისევ წყნარი 5 და 4 იქნება შეფასება 3 სუპერ მომენტი იქნება გაფუჭებული. მაგრამ თან ტოტენჰემი ისეთი აჭრილი არის ახლა და თან ალვარეს აქვს. აჭრილი არ ქვია მაგას. ალვარეს აქვს გამოცდილება ტოტენჰემთან თამაშის და ასე მგონია რომ კარგი პიკი უფრო იქნება თუ ბიუჯეტი გაქვთ რა თქმა უნდა. თორე სოლოტი ჩვენიერი პიკი. მე ფიზიკურად არ მოგდა და სოლოტს ვაყენებ მაგას. შემდეგ უფრო სალკარა ინტრიგას ადაც დევს ის თამაშები რომელი შეიძლება იყოს. ყველაზე ინტრიგა ალბათ ბოდო სპორტინგი იქნება. მე ძალიან მინდა რომ ბოდო გავიდეს. ფავორიტი ალბათ სპორტინგია, მაგრამ ვერ ვიძახი ხა ინტერის მე ეგრე ვიძახით ინტერს. ანუ ვერ ვიძახი რა. ნორვეგიაში ფავორიტი არის ბოდო, აი აუცილებლად. ძალიან დიდი ფავორიტია თან, იმიტომ რომ ამ სეზონში მის ჩავიდა ნორვეგიაში, ყველა მიხვდა რომ გვარდიოლას წვევი იყო მართალი. რომ ამ
კლიმატში, ხო, ძალიან რთულია თამაში. შინელება. და რავი, სპორტინგი პორტუგალია ინგლისზე თბილი ქვეყანაა და თუ გახსოვს, აი გაუჭირდება. სანაკრებოში იყო ზუსტად ეგეთი სიტუაცია, ბოლივიას ვინც კი სტუმრობდა, ყველას უჭირდა თამაში, რადგან მახსოვს. თამაშობენ რაღაც 4000 მეტრით მაღლა ზღვის დონიდან. ეგრე. დაახლოებით ეგეთი სიტუაცია, ოღონდ სიცივე. ამიტომ მოკლედ ამ თამაშიდან, ამ დაპირისპირებიდან უბრალოდ არც ერთი პიკი არ ამიჩევია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც გაუგე, მაკეთ ტრინკაუ ბერგი შეიძლება და ბოდლთან. თან შედარებით ბიუჯეტური ვარიანტებია და ხო, ნუ ხო. არჩევა უფრო რთული იქნება იქნება მაინც. უფრო თუ აი ფული მოგრჩებათ. ნუ ნაკლებად ინტრიგასაც დევს. ეგეთ თამაში იქნება ატალანტა ბაიერნი. ნუ მაინც მესეგრე მგონია რა. აბსოლუტური ფავორიტია ბაიერნი. საიდანაც 3 მოთამაშე, არა, ბოდიში 4 მოთამაშე მყავს. ესენია ლუის დიასი, რადგან კეინი არ იქნება უდიდესი ალბათობით. ოლისემ დაამტკიცა რომ უმაღლესი დონის მოთამაშეა. რომელიც მგონია რომ ნუ გოლს არ გაუშვებს მისი გუნდი და ყველას გირჩევთ რომ გუნდში მეორე მეკარედ ყავდეთ ურბიგი, რადგან ნოიერი არ თამაშობს და პლუს მაგალითად თუ აიჩევთ რაიას, აი ისეთ მოთამაშეს რომელიც მეორე დღეს თამაშობს, ურბიგს უწევს პირველ დღეს თამაში. ამიტომ შეგიძლიათ რომ თუ ცუდი პერფორმანსი დადო მაგალითად, ჩაანაცვლოთ და ასე იხეიროთ. ურბიგის ფასი არის $4.5. ძალიან მაგალითად ბაიერნის ფეხბურთელის მეკარეზე დახარჯვა არ ღირს, იმიტომ რომ ჩემს პირად გუნდშიც და ალბათ მე ვეცდები რომ საერთო გუნდშიც ეგრე იყოს. კეინი უჯდიაში ოლისე და გონია რომ უსიალად ითამაშებს. და 4-ვე პოკერს გაიტანს. ფლეშ სკორი თუ გაქვთ და ეგ ნოტიფიკაციას ჩართავთ, ყველა გოლი გაგიხარდებათ აუცილებლად. 10 კონტრიბუციით იქნება. ხო, ანუ გოლიც და ასისტიც თქვენი იქნება რა. მე მგონია რომ მაგისგან просто ლუის დიასი კეინი ოლისე მეოთხე პიკი არ გამომიყენებს. მე ძალიან მინდა რომ 4-ეული იყოს შეგ. იმიტომ რომ იტალიაში მგონია რომ მარტივი თამაში არ იქნებათ და გერმანიისთვის ვიღაცას დავუმატებ. მე მგონია რომ ორივეში 5-1 ერთები მორჩება. არ ვიცი, შეიძლება ბაიერნია ხო. არსენალს არ ეთამაშება. ხო, ატალანტას მინდა მოვიწყო და არ მიწყინოთ არსენალის კომაგებმა. არსენალი ახსენე და არსენალი ლევერკუზენიც ჩემი აზრით აი მოუკლავს თამაშს და ხალის და სიცოცხლის სურვილს ბაიერში საერთოდ და მეც მომიყვავს სიცოცხლის სურვილს ერთ გოლს მაინც თუ გავუშვებს არსენალი, რადგან რაია გაბრიელი და ტიმბერი ერთად ყავს სასტარტო შემადგენლობაში. ფენტეზის გადმოსახედიდან მეც ეგრე მყავს 4 მცველი, 4 მცველს ფიქრობ. მაგრამ გამართლებული არ არის, მეც ეგრე ვარ და უბრალოდ ვაბანგია რა ჩხულებული. უბრალოდ რო ქულები მაღალი და იმენა ვინდეტაზე მივდივართ სამ. ან თამაშს პირდაპირ გეუბნებით რომ ალბათ არ უყურებ რა. საშინელი. ეს თამაში არის მარტივი 1-0. ალბათ. გაიტანს ლევერკუზენი მოუგებს 1-0. ჩააწოდებს ტიმბერი ითამაშებს თავით გაბრიელი და გაიტანს ინკაპი. მოდი გადავიდეთ შემდეგ თამაში. შეიძლება არ დამეთანხმოთ რომ მსგავსად ცალკარა იქნება ლივერპული. მე მგონია რომ ლივერპულისთვის ძალიან მარტივი იქნება გალას ბარიერის გადალახვა რა. კი, არ არის. აკრას მე მგონია რომ არ იქნება. სუსტად გამოიყურება ლივერპულის შედარებით. მაგრამ მე მგონია უბრალოდ არ არის ეგეთი გუნდი რა იუვენტუსთანაც გაკეთა არის ერთჯერადი ბიჭო თურქეთში საპასუხო თამაშიც არ ყოფილა ისეთი რომ დაიმტკიცებინოს გალათასარაის რომ პირველიც უბრალოდ აი წითლის გამო იყო ორივე თორე აი უბრალოდ ლივერპული ძალიან ფავორიტია და იუვენტუსი საზომი ვერ იქნება იმიტომ რომ წელს საშინელი გუნდია არა ბაზარი არა ძალიან ცუდი გუნდი ლივერპული გავა 95% ლივერპული გავა მაგრამ ბროჩენობა თურქეთში იქნება თურქეთში თამაში და ფენტეზის ხრივ ის מחარებს ზუსტად რომ ალისონი არ არის და მამარდაშვილი იდგება ჯორჯ მამარდაშვილი და რა თქმა უნდა გუნდში მყავს მე გიორგი მამარდაშვილი იმიტომ რომ მგონია რომ ზოგადად რომ საყოფილიყო მამარდაშვილი ბეკერი მყავდა რომ და იმიტომ რომ მე უკვე მამარდაშვილი დავაყენე რა თქმა უნდა და ფულის დაზოგე ფულის დავზოგე მგონია რომ კლინშიტსაც შეინახავენ გიორგისაც კარგი თამაში ექნება იმიტომ რომ ახლა თუ არ დაამტკიცა ამ მომენტში ამ თამაშებში მე შეიძლება შანსი აღარც მიეცეს რა. თან იმ განცხადების შემდეგ რაც დღეს დილით გქონდა, ხო. იცოდა მგონი კატო. მე ამ დაპირისპირებიდან ვარჩიე ვირჯილ ვან დაიკის ყოლა გუნდში. ვირჯილ ვან დაიკი. თუ ლივერპული კლინ შიტს შეინარჩუნებს, ანუ კარს მშრალ შეინახავს, ვირჯილ ვან დაიკი ამის დიდი შემოქმედი იქნება და იქნებ რომელიმე კუთხურიდან ან ჯარიმიდან გოლსაც გამოკრას ხელი.
და კიდევ ყველაზე კარგი შემტევები ალბათ ლივერპულიდან რო ავიყვანოთ, იქნება ფლორიან ვირცი, ალბათ სული და გული შეტევაში, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ლივერპული აი საერთოდ დედამიწას არის ვირცთან და ვირცის გარეშე. ეტყობა ბოლო თამაშებშიც და ალბათ ლივერპულის ბოლო პერიოდში საუკეთესო მოთამაშე ვინც იყო იკიტიკი რა. შეტევაში შეგვიძლია თავისუფლად. მე არავინ არ ყავს ხოლმე ამოწეკით. მაგით ნახავთ ვინ დაწინაურდება. ნუ გალათასარაიდან შვენიერი რა. გავდან ოსიმენი. ხო, ერთადერთი ვინ შეიძლება ოსიმენი, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ სარისკო იქნებოდა, ნუ დარჩენი ახლა გიუნდოგანები, სანეები და ასე შემდეგ. ყველა იქნება, ხო, ყველა იქნება ალბათ ფულის ფუჭად ხარჯო. ხო, ალბათ ეხლა მოდი მთლიანი შეჯამება რო გავაკეთოთ და ესე ფენტეზიც რო განვიხილოთ, ყველაზე კარგი პიკები ალბათ ვინც აუცილებლად უნდა გყავდეს, რა თქმა უნდა თუ ყველა ჯანმრთელად იქნება, ჯერ კიდევ ადრეა და თამაშამდე შეიძლება რაღაცები შეიცვალოს. ალბათ იქნებიან იამალი, ვინი ჯუნიორი, კეინი, ორ თამაშიანზე გათვლა და არა ერთი რა ჩაჭირა რა. იმიტომ რომ მე ეხლა ყველას გასვლა აქ ეხლა ვინ ჩამოთვალე, რა თქმა უნდა რეალის გარდა, იმიტომ რომ განთისლები არ არიან, მაგრამ ორივე თამაში რო განვიხილოთ, ან იამალიშვილის მაგალითად ახლა მნიშვნელობა არ აქვს, იქ იქნება თამაში თუ აქ იქნება თამაში. ანუ ყველგან გონია რომ ორივე თამაში გაუგდავს. და საერთოდ გადაუღებს. ანუ ნიუკასლს ისეთ რაღაცებს აჩვენებს იამალი, რაც არასდროს არ უნახავთ და შეიძლება ვერც ნახონ რა. ხო, ალბათ მე მესამე იქნება კეინი თუ ჯანმრთელად იყო და ეხლა მცირე ტრავმა აქვს მიღებული და ალბათ კარგად იქნება და ჯანმრთელად იქნება. და შემდეგ უკვე ყველა პიკები თანაბარია რა, ასე ვთქვათ რა. ვიცით რომ ბაპე არ ყავს, თორემ პირველ რიგში რა თქმა უნდა ბაპეს ვიტყოდი და აი უკვე დანარჩენი ფეხბურთელები ოლისე, კიტიკე, გუშტიაში ვინც არ აღარჩეთ კვარა, უკვე მეორე ხარისხოვანი ტიპებია რა. ალბათ კეინი, იამალი, ვინი ყველას გუნდში იქნება. და თუ შეიძლება ფიქრობდეთ კიდეც სიტყვაზე რომ აი არ ვარგა რა, იამალი, არ ვარგა, არ მინდა ვინი რაღაც, მაგრამ რო თავის დაზღვევის მიზნად ვაიდა ითამაშოს, უნდა ყავდეთ რა. თორე გაიწირებით. მეგობრებო, კეინზე შეიძლება დავეთანხო, მაგრამ გონია რომ არ ითამაშებს, ეგეც რისკია. იამალი არ მყავს გუნდში, ერთადერთი ვინისიუსში დავეთანხმები. ეს მხოლოდ ჩემი აზრია რა თქმა უნდა, ჩვენი სამის კომბინირებული გუნდი, ანუ ჩვენი არხის კომბინირებული გუნდი კი სადღაც აი აქ გამოჩნდება და შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი, გადაიტანოთ მოთამაშეები, იამალი არა. და ადევნოთ თვალი ჩემპიონთა ლიგის მერვედ ფინალურ დაპირისპირებებს. ჩვენ ლიგაზე თან რა თქმა უნდა გვაქვს გათამაშება გვაქვს უკვე მერვედ ფინალებიდან იწყება და ფინალის ჩათვლით ვინც ყველაზე მაგალ ქულას აწერს, მიიღებს ერთწლიან სეტენტას გამოწერას და თავის თქვენს საყვარელ გუნდის რეტრო მაისურს მიიღებთ. ამ ლიგის ლინკი იქნება აღწერაში და ასევე ჩვენი გუნდით, საერთო გუნდი რა თქმა უნდა დავიწყეთ პლეიოფებიდან და მაგალი ქულა არ გვიწერია, უბრალოდ თვალი რო გვადევნოთ რა პიკებს ვიღებთ, მან შეგიძლიათ ნახოთ რა. აღწერაში იქნება ყველაფერი. მე მგონი მორჩა. ო რავი, ლიგაზე სასიამოვნო. ხო. თამაშებს ველოდებით ყველასთვის, რავი, ერთი სული მაქვს რა. აგვისტო დამოყოლებული ამ პერიოდს ველოდები და იმედებს გამართლებს. რავი, ხა ფენტეზიში თუ არ გამართლა, რეალი გავიდეს და უკვე გამართლებულია. რა თქმა უნდა დავა. მე მგონი არც ერთი არ გამართლებს, მაგრამ ხო. მოკლედ დავეულოთ რა სამშაბათს და ოთხშაბათს და მე ერთად შევაჯამოთ, ვინ შევსდით, სად შევსდით, როგორ შევსდით, ვინ თქვით სიბრძნე, ვინ არა და. კი ბატონო. მეგობრებო, სულ ეს იყო ჩემპიონთა ლიგის საპლეიოფო მატჩების განხილვა, ჩემპიონთა ლიგის მიჯრით მეორე ვიდეო ჩვენი არხისთვის. არაფერი შემშლია. და პირველი თამაშები როგორც კი ჩაივლის ჩვენ არხზე და გხვდებათ ახალი ვიდეო, სადაც თამაშებს განვიხილავთ, ჩემმა გუნდმა როგორი კარგი შედეგები დადო ამას გაჩვენებთ და მიმოვიხილავთ საპასუხო შეხვედრებსაც. კი ბატონო. ნახვამდის.